არც თუ ისე ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ თავისუფალი ბაზარი არის შესაძლებლობა მონოპოლიებისთვის, რომ უსამართლოდ მოექცნენ ღარიბებს. იგივე ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მთავრობას შეუძლია დაგვიცვას მათგან. არის ეს სიმართლე? ერთად გავცეთ ამ კითხვას პასუხი. პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა სახის მონოპოლია არ არის საზიანო მომხმარებლისთვის, მაგრამ ჩვენ მაინც მონოპოლიების ყველაზე ცუდი ფორმით დავიწყოთ. წარმოვიდგინოთ, რომ პოლონეთში თავისუფალი ბაზრის პირობებში არსებობს მხოლოდ 4 კომპანია, მათი სახელებია A, B, C და D. 4 მათგანი აწარმოებს სუფთა სპირტს, რომლებიც 95% ალკოჰოლს შეიცავს. მათ მიერ ალკოჰოლის დამზადების ღირებულება 90 ლარია. ამ 1 ლიტრს კი ისინი 100 ლარად ყიდიან. კომპანია ამ გადაწყვიტა, რომ ბაზარზე მონოპოლისტი გახდეს. მან დაწია 1 ლიტრი ალკოჰოლის ღირებულება 80 ლარამდე, რაც 10 ლარით ნაკლები ალკოჰოლის დამზადების ღირებულებაზე. კომპანია A-ს უნდა, რომ ბაზრიდან გააძევოს მისი კონკურენტები. ამ პრაქტიკას ეწოდება დემპინგი, ან მტაცებლური ფასების დაწესება. კომპანიები B, C და D კოტრდებიან. შედეგად ბაზარზე მხოლოდ A კომპანია რჩება. ის მონოპოლისტია და შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ამის შემდეგ კომპანია A ალკოჰოლის ფასს 200 ლარამდე ზრდის. ამცირებს ხარისხს და მომხმარებლებს არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო ძვირი გადაიხადონ უფრო ცუდი ხარისხის მქონე პროდუქციაში. შესაძლებელია კი, რომ ამ ტიპის პრაქტიკა მომგებიანი იყოს თავისუფალი ბაზრის პირობებში. პირველ რიგში კომპანიებს B, C და D შეუძლიათ კომპანია A-ს სპირტი იყიდონ, იაფად და მაღალ ფასში გაყიდონ. ამ დროის განმავლობაში კი კომპანია A წაგებაზე გააგრძელებს მუშაობას და ვეღარ მოახერხებს მარკეტის მონოპოლიზებას. უფრო მეტიც, ის თავის საბაზრო წილსაც კი დაკარგავს. თუ დაინტერესებული ხარ ამ ტაქტიკის გამოყენების რეალურ მაგალითებში, შეგიძლია გაეცნო ბრომინის მწარმოებელი ჰერბერტ ჰენრი დოუს დაპირისპირებას გერმანულ ქიმიურ კარტელთან. მეორე სცენარისას კომპანია A-ს იმისთვის, რომ ალკოჰოლი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს, მოუწევს ბანკიდან სესხლის აღება. მოგვიანებით, სესხლის დასაფარად მას აუცილებლად დასჭირდება, რომ 1 ლიტრი ალკოჰოლი 100 ლარზე ძვირად გაყიდოს. იმ მომენტიდან, როდესაც ეს კომპანია ფასს გაზრდის, წარმოიშობა რამდენიმე ახალი კომპანია. მოიხსენოთ ისინი როგორც X, Y და Z და ისინი თავიანთ პროდუქტს 100 ლარად გაყიდიან. ამრიგად მონოპოლია უბრალოდ გაქრება. შესაძლოა, რომ კომპანიებმა X-მა, Y-მა და Z-მა შეიძინონ ქონება უკვე ნაცნობი B, C და D კომპანიებისგან და საკუთარი პროდუქტი ბევრად უფრო იაფადაც გაყიდონ. კიდევ ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი მიზეზი ის არის, რომ არაყი არის მხოლოდ ერთ-ერთი სასმელი ბაზარზე. მის გარდა კიდევ არსებობს ლუდი, ღვინო, ვისკი და რომი. თუ არაყის ფასი გაიზრდება და ხარისხი გაუარესდება, მყიდველები უბრალოდ სხვა რომელიმე სასმელს აირჩევენ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ კომპანია A მაინც გააძევს ბაზრიდან სხვა პოლონურ კომპანიებს, ეს საკმარისი მაინც არ არის, რადგან საშინაოსთან ერთად არსებობს საგარეო კონკურენციაც. ამიტომაც კომპანიის მხრიდან ამგვარი სტრატეგია არაეთიკურად და სუიციდალურადაც კი მიიჩნევა. რა სჭირდება ბაზრის მონოპოლიზების სურვილით შეპყრობილ კომპანიას იმისთვის, რომ მონოპოლიას მართლაც მიაღწიოს თავისუფალ საბაზრო პირობებში. მას სჭირდება დაარწმუნოს ყველა მომხმარებელი, რომ მხოლოდ მისი პროდუქტი იყიდონ. ამის მისაღწევად კი მან მყიდველებს კონკურენტებთან შედარებით იაფი და ხარისხიანი პროდუქტი უნდა მიაწოდოს. შემდეგი ნაბიჯი კი არის ის, რომ მან რამენაირად აცნობს ეს თითოეულ მომხმარებელს. საბოლოოდ კი მან უნდა შეძლოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულიად მომარაგება. შესაბამისად, დიახ, თავისუფალი ბაზრის პირობებში მონოპოლის არსებობა შესაძლებელია, მაგრამ როგორც თავად ხედავთ, ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, ზემოთ ნახსენები მონოპოლია სრულებითაც არ არის ზიანის მომტანი მომხმარებლებისთვის. პირიქით, მათ შეუძლიათ ყველაზე ხარისხიანი და ამავდროულად იაფი პროდუქტი იყიდონ ამგვარი მონოპოლისტი კომპანიისგან. თუ ეს ასე არ მოხდებოდა, კონკურენტების ბაზრიდან გაძევა წარმოუდგენელი იქნებოდა მისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ კომპანია თავის კონკურენტების ჩამოცილების შემდეგ გაზრდის ფასებს და შეამცირებს ხარისხს, არა? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც კი ის ამას გააკეთებს, მაშინვე აღებს კარს ახალი კონკურენტებისთვის, რომელთაც მიცი საბაზრო წილის მიტაცება შეუძლიათ. ამ შემთხვევაში კი ჩვენი კომპანია ვეღარ იქნება მონოპოლისტი. არსებობს რისკი, რომ გაზრდილი ფასების შემთხვევაში გაყიდვები მკვეთრად დაიკლებს და უფრო მეტი ხალხი აირჩევს არყის ჩამნაცვლებელ სასმელებს.
მონოპოლიის შექმნის კიდევ ერთი გზაა, როდესაც ერთი კომპანია არის გარკვეული ტიპის რესურსების ექსკლუზიური მეპატრონე, მაგალითად ავიღოთ ნავთობი. ამგვარ მაგალითში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი მონოპოლიის არსებობისთვის მხოლოდ ეს კომპანია უნდა ფლობდეს ამ რესურსებს მთელ მსოფლიოში. სხვაგვარად ამ ფირმას მოუწევს კონკურენცია შევიდეს უცხოურ საწარმოებთან. თუ შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთმა კორპორაციამ ჩაიგდოს ხელში მთელი ნავთობის ან ხორბლის მარაგები მთავრობის ინტერვენციის გარეშე. ამ კითხვაზე შეგიძლიათ თავად გასცეთ პასუხი. კიდევ ერთი შესაძლო სიტუაციაა, როდესაც კომპანია შექმნის ახალ პროდუქტს, რომელიც ბაზარზე იქამდე არ არსებობდა. ამგვარი მონოპოლია, როგორც წესი, ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, რადგანაც სხვა მწარმოებლებსაც სურთ დაეწიონ ბაზრის ლიდერს. ამის საუკეთესო მაგალითი iPhone-ია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სრულიად დომინირებდა სმარტფონების ბაზარზე, თუმცა მალევე სხვა კომპანიებმაც დაიწყეს მსგავსი ტექნოლოგიების წარმოება. წყლის, გაზის მომარაგება, ავტობანები და ასე შემდეგ ეს ეგრეთ წოდებული ბუნებრივი მონოპოლიების მაგალითია. ნამდვილად სიგიჟეა ერთი სახლის რამდენიმე მომწოდებლის მიერ წყლით მომარაგება, ან რამდენიმე პარალელური გზის აშენება ერთი ქალაქიდან მეორეში. მიუხედავად ამისა, თავისუფალ ბაზარს მაინც შეუძლია ალტერნატივების შემოთავაზება იმგვარ სიტუაციებშიც კი, როდესაც კომპანიები მსგავსად არიან გაბატონებული ბაზარზე. ეს ყველაფერი კი იმიტომაა შესაძლებელი, რომ გზების ნაცვლად ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ მატარებლები ან თვითმფრინავები. ასევე სასმელწყალი შეგვიძლია ვიყიდოთ, თუმცა მისი ჩანაცვლება ჭის ამოთხრით და მისი სასმელად გამოყენებითაც შეგვიძლია. უფრო მეტიც, როდესაც ფასები მაღალია, ორმაგად უფრო გამართლებულია ძვირ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება. მეპატრონე თავად წყვეტს, ღირს თუ არა კიდევ ერთი წყლის მილის დამონტაჟება სახლის წყლით ან ბუნებრივი აირით მოსამარაგებლად. არ არსებობს არც ერთი რეალური მაგალითი თავისუფალ ბაზარში ბუნებრივი მონოპოლიის არსებობისა. მონოპოლიის ყველაზე ბოლო მაგალითი კი არის კარტელიზებული მონოპოლია. ეს არის სიტუაცია, როდესაც კომპანიები, რომლებიც ერთ ბიზნესში ოპერირებენ, დებენ გარიგებას, რომ შეამცირონ პროდუქცია და გაზარდონ ფასები, რათა მეტი მოგება გამოიმუშაონ. როგორც შესანიშნავი ეკონომისტი მიორეი როთბარდი აღნიშნავს, მე-19 და მე-20 საუკუნეში ამერიკაში კარტელების შექმნის ათასობით მაგალითი არსებობდა. თუმცა ყველა მათგანი კოლაფსით დასრულდა ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი იყო თავისუფალი კონკურენცია. საკმარისი იყო, რომ ერთ ახალ კომპანიას მაინც დაენახა შესაძლებლობა და დაიწყო პროდუქციის საშუალო ფასში გაყიდვა. ის მაშინვე ითვისებდა ბაზრის ძირითად წილს. მეორე მიზეზი კი იყო ის ფაქტი, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარე უბრალოდ არ ღვევდა მას და პროდუქტის რეგულარულ ფასში გაყიდვას იწყებდა, რათა მეტი გაეყიდა და ბაზრის უმეტესი წილი მიესაკუთრებინა. ამგვარი მოქმედება მალევე სააშკაროზე გამოდიოდა და კარტელური შეთანხმებაც სკანდალით და ორმხრივი დადანაშაულებებით სრულდებოდა. როთბარდის გამოსვლა შეგიძლიათ ვიდეოს აღწერაში ციხილოთ. და მაინც, როგორ ხდება, რომ ისტორიის განმავლობაში მუდმივ და მომხმარებლისთვის ზიანის მომტან მონოპოლიებს უარსებიათ. გვიან მე-19 საუკუნეში მეორე ინდუსტრიული რევოლუციის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ სწორედ მთავრობის ჩარევა და არა თავისუფალი ბაზარი ქმნის მონოპოლიებს. ეს მოსაზრება სრულიად შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მუდმივი მონოპოლიები გამოწვეულია ფასების კონტროლის, რეგულაციების, ექსკლუზიური კონტრაქტების, მორგებული ტენდერების, ტარიფების, კონკრეტული პირებისთვის საგადასახადო შეღავათების, გრანტების, გარანტირებული სესხების, სერტიფიკატების, ნებართვების, ლიცენზიების და ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაციის შედეგად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბერკეტი არის თავისუფალ ბაზარში მთავრობის ჩარევის მექანიზმი, როდესაც კონკრეტულ პირებს ეძლებათ სარგებელი სხვების ხარჯზე. პოლონეთში მონოპოლის კარგ მაგალითად გამოდგება სავალდებულო საპენსიო დაზღვევა. ყველა მოქალაქე ვალდებულია, რომ გადაიხადოს გარკვეული გადასახადი მასში, როცა თეორიულად ადამიანებს დაზოგვისა და პენსიაზე გასვლის ალტერნატიული საშუალებებიც გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ დამატებით საშუალებები იქნება და ყველა დასაქმებული მაინც ვალდებულია საპენსიო სააგენტოში შენატანი განახორციელოს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, პოლონეთში თავისუფალი საბაზრო სისტემა რომ მქონდეს. აურჩევდით კი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას ჩვენი სიბერის და ქონების დასაცავად? სავარაუდოდ ზოგი ადამიანი ნამდვილად აირჩევდა მას, მაგრამ მთავრობა არ იქნებოდა მონოპოლისტი და ადამიანებს სხვა არჩევანიც ექნებოდათ. თავისუფალ საბაზრო პირობებში არ არსებობს გზა, რომლის მიხედვითაც მუდმივი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი მონოპოლიები იარსებებდა.
თუ მოგწონთ გირჩის თარგმანები, გახდით ჩვენი ყოველთვიური შემომწირველი patreon.com-ზე. ლინკი ამავე ვიდეოს აღწერაშია. დაგვეხმარეთ, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ მასალა ქართულ ენაზე. განსაკუთრებული მადლობა გიორგი ყაბანაშვილს, ლაშა ხოხუას და კონსტანტინე თოფურიას, რომლებიც ჩვენ თვალში ნამდვილი ფიჭვები არიან.